საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შენობის წინ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი მოქალაქეების ნაწილი პროტესტს გამოხატავს. მათ მიაჩნიათ, რომ ბინების განაწილების პროცესი არასწორად მიმდინარეობს. ველოდები ბინას. მაგ 13.5 ქულა. ვარ მეორე ჯგუფის ინვალიდი. ომის მონაწილე. პირველად მეუბნებოდნენ ქულები არ ყოფნის, რომ არ ვიცოდი რა საბუთები შემეგროვებია და როგორ შევაგროვე ყველაფერი წარმოვადგინე. ჩემს ოჯახს არაფერი არ მიუღია. მარტო ხელა ვარ ადამიანი. იყვენ შესამოწმებლად, არ ვიცი ახერხს მიმართო და როგორ მოვიქცე და რა გავაკეთო არ ვიცი. ახლა მოსული ვარ იმის გულისთვის, რომ გავარკვიო. ოქროს საწმეში მაცხოვრებელი ვარ, აფხაზეთიდან არის მეუღლე დევნილი, ორი შვილი მყავს, ცხოვრობ 3 სული. პირობები გაუსაძლისი. მე შემიძლია გადმოვგიგზავნოთ ვიდეო მასალები, შეხედოთ რა მდგომარეობაშია სახლი. საპატრულო პოლიციის გამოძახები დავიღალე, სხვა თუ არაფერი მე. რომ დავაფიქსირო დევნილთა სამინისტროში, რომ მე წყალი ჩამომდის, გადაიღეთ. დევნილთა სამინისტრო არც მოდის არა, იმიტომ რომ გამგებელი ღამის 3 საათზე ამოვიდა დევნილების ოჯახი დაიტბორაო. გაიყვანეთ ეს ოჯახიო. დევნილთა სამინისტრო არ მოვიდა. ბინის გარეშე დარჩენილი ადამიანების თქმით ისინი აკმაყოფილებენ ყველა კრიტერიუმს, რაც მათი საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფისათვის არის საჭირო. როგორც აქციის მონაწილეები აღნიშნავენ, ისინი მრავალი წელია სახელმწიფოს მხრიდან ქმედით ნაბიჯებს უშედეგოდელიან. არ მეგონა თუ ასე უბინაოდ დავრჩებოდი. თან 4 შვილი მყავს. იყვნენ მოსულები, ყველაფერი ნახეს და ნერვიულობა ახლა დააფასონ ხალხი. ძალიან მწუდება გული რომ ჩემმა მეუღლემ ბინა არ მიიღოს. 1996 წლიდან ჩაწერილი ვარ სასტუმრო სამგორში. ძალისმიერი მეთოდებით 96-ვე წელში პირველი სართული პოლიციის დახმარებით გამოასახლეს. ახლა როგორც ნგრევადი ობიექტი აღწერეს ყველაფერი და ხალხს ბინებს პირდებოდნენ. სიას დავხედე, სიაში აღარა ვარ. დაახლოებით 4 თუ 5 ოჯახი დავჭით ისე, დანარჩენს ყველას მისცეს. ქულებზე როცა ვიკითხეთ, ქულები ნგრევად ობიექტს არ ეხებაო მითხრეს. კომისიამ 1375 განაცხადი განიხილა და როგორც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე ვკითხულობთ, 959 ბინიდან 273 ბინის განაწილება გადავადდა, რადგან მათი თქმით მოქალაქეთა განცხადებებში მითითებული ინფორმაცია არ დადასტურდა და საჭიროებს გადამოწმებას.